შეიძლება თუ არა მუსლიმმა ცოლად შეირთოს ქრისტიანი. ასეთი შეკითხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენს ირგვლივ. ყურანი კერიმში, სურა მაიდაში, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს, რომ თქვენთვის ჰალალია ის, რაც სუფთა არის და თქვენთვის ასევე ჰალალი არის პატიოსანი ქალები მორწმუნეებისგან და ასევე თქვენთვის ჰალალია პატიოსანი ქალები მათგან, რომლებსაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ. ჩვენზე ადრე წიგნი ებოძათ იუდეველებს და ქრისტიანებს. აქედან გამომდინარე ყურანი კერიმი ამ თემაზე ნებას რთავს მორწმუნე მამაკაცებს ცოლად შეირთონ წიგნ ბოძებულთა ქალები. ვიმეორებ, ნებას რთავს და არ არის ეს რაღაც აუცილებლობა ან წასახალისებელი თემა. იმას კი არ ამბობს, რომ კარგია, აუცილებელია და ასე შემდეგ. არამედ საუბარია იმაზე, რომ ნებას გრთავთ. ნება რთვა შეიძლება გამოყენებული იქნას რაღაც განსაკუთრებულ სიტუაციებში. აუცილებლობიდან გამომდინარე. რაღაც განსაკუთრებულ სიტუაციებში და აუცილებლობიდან გამომდინარე. განსაკუთრებულ სიტუაციაში შეიძლება ჩაითვალოს ის, როდესაც ამ ქორწინებას რაღაცა ისლამისთვის, მუსლიმისთვის სარგებელი მოჰქონდეს შეიძლება. მაგალითად, თუ არის მოლოდინი იმისა, რომ შემდგომში ეს ისლამს მიიღებს. თუ იმყოფება ადამიანი ისეთ გარემოში, სადაც ეჰლი ქითაბის გარემოცვაში ცხოვრობს მთლიანად და მას არ აქვს საშუალება მორწმუნე ქალზე იქორწინოს. თუმცა დღევანდელ გლობალურ სამყაროში ასეთი შემთხვევა იშვიათია. ყურანი კერიმი უნივერსალური წიგნია. იგი ჩამოევლინა 14 საუკუნის წინ და იმ პერიოდებში შეიძლება ვიღაცას დაუდგებოდა ასეთი საჭიროება. ან შემდგომ მომავალში რანაირად შეიცვლება ქვეყანა, რა დრო დადგება არავინ იცის, მით უმეტეს, როდესაც დღეს ქვეყნები ერთმანეთს ბირთვული იარაღით ემუქრებიან. და ასეთი კატასტროფების შემდეგ როგორ განვითარდება, არავინ არ იცის და შეიძლება ისეთი დროც, ისეთი იგიც დადგეს, რომ რაღაც აუცილებლობა შეიქმნას. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევებში ნება დართულია. მაგრამ ისეთ პირობებში, როგორც ჩვენ ცხოვრობთ, მაგალითად, ირგვლივ ყველგან ქუჩაშიც, ტელევიზიაშიც, ინტერნეტშიც, სკოლაშიც, სამსახურშიც, ბაღშიც და ასე შემდეგ, ყველგან გარემოცული ვართ არამუსლიმანური ტრადიციებით, არამუსლიმანური წესჩვეულებებით და ასე შემდეგ და გართულებულია ადამიანისთვის მუსლიმანურად ცხოვრება. ისლამის მიხედვით ცხოვრება და ამასთან ერთად ისლამის რჯულზე შვილების აღზრდა გართულებულია. ამ სირთულესთან ერთად ასეთ გარემოში ჩვენ როცა ავიღებთ და ვუმატებთ შვილს არამუსლიმ დედას, როგორ გვინდა ჩვენ ასეთი შვილი გავზარდოთ მუსლიმად. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ყურანი კერიმში ბრძანებს, მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ მორწმუნეებო, უ ენფუსეკუმ ვა ეჰლიკუმ მინ-ნარ. თქვენი სულები და თქვენი ოჯახები დაიცავით ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, რომლის საწვავიც ქვები და ადამიანები არის. სწორედ ოჯახის და საკუთარი თავის დაცვაზე მზრუნავი ადამიანი იმასაც გაითვალისწინებს, რომ შვილს როგორი მშობელი შეურჩიოს. ჯერ კიდევ დაქორწინებამდე დაიწყებს ამაზე ზრუნვას. ერთ-ერთ ასეთ იგავს გადმოსცემენ, რომ კაცი მივიდა ხოჯასთან და უთხრა, რომ ხოჯა, შვილ გუშინ შვილი შემეძინა და მითხარი როგორ აღზარდო ისლამის წესები. ხოჯამ უთხრა, შენ დაგიგვიანებიო. ამან უთხრა, ხოჯა, მე მგონი კარგად ვერ გაიგონე, გუშინ დაიბადა ჩემი შვილი, რა ის დაგვიანებაზე მელაპარაკები. სწორედ რომ დაგიგვიანებიო, ჯერ კიდევ ამაზე უნდა გეზრუნვა, მაშინ, როდესაც მისთვის დედას არჩევთ.
და პირიქით ქალმაც გათხოვებამდე შვილისთვის როგორ მამას არჩევს, ამაზე უნდა იფიქროს და იზრუნოს. ამის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ დაიბადებოდა, მანამდე დუა უნდა გაგეკეთებია და ღმერთისთვის და შევედროდი, რომ ხეირიანი გამჩენელი ღმერთის მორჩილებაში მყოფი შვილი და შთამომავლობა მომეცი. აი, სწორედ ესენი შენ დააგვიანე უკვე. ამათმა ჩაიარა და ამის მერე რაც იქნება, ეგ იქნება. სწორედ ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამი და ბრძანებს, რომ ზოგადად ქალს 4 რამისთვის ირჩევენ. ესენი არის სიმდიდრე, სილამაზე, ვარიშვილობა და სარწმუნოება. ამ 4-დან ერთ რომელზე აკეთებენ არჩევანს, მაგრამ ვინც რწმენაზე გააკეთებს არჩევანს, ის მოიგებს. სწორედ ამ ჰადისიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ეს არის ნებართვა და არ არის ახალისების თემა, იმიტომ რომ ახალისების თემა მორწმუნესკენ არის. ისლამი მორწმუნესკენ გვახალისებს, მაგრამ ნებასაც ხვდავს, ვაი თუ რამე აუცილებლობა შეიქმნა, ამ შემთხვევაში შეგიძლია ნება გაქვთ, რომ იქორწინოთ. ნებართვები შეიძლება ბევრნაირი იყოს სარწმუნოებაში, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა აუცილებლად უნდა შევასრულოთ. მაგალითად, როდესაც წყალი ხელმიუწვდომელია, ნებართვა გვაქვს, რომ თეიმუმით აბდესი ავიღოთ, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გვაქვს თეიმუმით აბდესი აღებული? იმიტომ რომ არ არის ამის საჭიროება, აუცილებლობა არ არის და იმიტომ მე ამდენ ხნის განმავლობაში 40 წელს გადავახდი, ორჯერ მაქვს სულ თეიმუმით აბდესი აღებული. იმიტომ რომ არ გაქვთ არა საჭიროება, ელჰამდულილlah, ყველგან წყალი მოდის ჩვენ ქვეყანაში მოჩუქჩუქებს და არ არის აუცილებლობა. მსგავსად ამ თემისა თუ არ არის აუცილებლობა, არ არის რეკომენდირებული, უფრო მეტიც. ჰანეფი მეზები, ჩვენი მეზები, რომელსაც მივხვდებით, ის ამბობს, რომ ასეთ ქორწინების შესახებ, რომ მუსლიმმა შეირთოს ქრისტიანი ცოლა. ამბობს, რომ მუსლიმანურ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მუსლიმანურია, გარემოც, კულტურას, ტრადიციას და ასე შემდეგ, მეკრუჰია. რაიმე აუცილებლობის გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც არამუსლიმურ ქვეყანაში ცხოვრობს, ანუ ირგვლივ ყველგან არამუსლიმების გარემოცვაშია და ამ შემთხვევაში იქორწინოს, ჰარამად არის მიჩნეული. რატომ? აღნიშნული იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლებსაც დღეს ჩვენ ვეყრებით. მუსლიმურ დედა მუსლიმი, მამა მუსლიმი, მაგრამ შვილის გაზრდა ისლამის მიხედვით, რომელიც ჰარამს, ჰალალს მოერიდება და ასე შემდეგ და ისლამის შესაბამისად იაზროვნებს ასეთი შვილის გაზრდა ჩვენ დღეს გვიჭირს. ხო და როგორ მოახერხებთ ის ადამიანი? შვილის ისე აღზრდას, როგორც ისლამი მოითხოვს ამას ჩვენგან, როცა მან უკვე სახლში არამუსლიმი დედა მიუყვანა შვილს. ამის გარდა ჩვენ პრაქტიკულადაც ბევრ მაგალითს ვეყრებით, როდესაც მაგალითად არის შემთხვევა, რომ მუსლიმანი ხება და ქრისტიანს მიხვდება ქალი. 99% ინათლება. ვერ ინარჩუნებს მუსლიმანი. როდესაც მუსლიმი ადგება და ქრისტიანს ირთავს სწორად, ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ხშირ შემთხვევაში კაციც ინათლება შემდგომ, გარკვეული დროის შემდეგ. თვითონ თუ არ მოინათლა, შვილები მაინც იმ რჯულზე იძება. ასეთ გარემოებაში აღმოჩენის საფრთხე თუ არსებობს, მაშინ ეს ქორწინება ჰარამზე გადადის. ამიტომ მორწმუნეებს სიფრთხილე ჰმართებთ. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ვისაც აღნიშნული საკითხები შვილის ისლამზე აღზრდა და ასე შემდეგ რაც ჩამოვთვალე, ესენი ვისაც აწუხებს და ვისაც ადარდებს, ისინი ისედაც არ ქორწინდებიან. არ აკეთებენ ასეთ ქორწინებას. ხოლო ვისაც ეს არ ადარდებთ, იმათთვის ჩვენი საუბარიც ზედმეტია და უფასურია. მას არ აქვს თუ დაუშვათ შედგა ასეთი ქორწინება, არ აქვს უფლება დააძალოს ისლამის მიღება და ასე შემდეგ. მას უფლება აქვს დარჩეს თავის რჯულზე. ასევე პირიქით შემთხვევაში, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მუსლიმ ქალს არ აქვს უფლება გაყვეს არამუსლიმ მამაკაც, რომელიც სარწმუნოებითაც არ უნდა იყოს,
და ეს პირდაპირ ყურანით არის არა.